სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ერთ დღეს შაბათ დღეს ერთ-ერთ ფარისეველმა მთავარმა სახლში მიიწვია უფალი სადილად, პურის საჭმელად და იქ მოხდა რაღაც რაც უფალმა გამოიყენა იმისთვის რომ მათთვის ესწავლებინა ცათა სასუფევლის ამბები. და რა მოხდა იქ? ნახეთ, დაინახა უფალმაო რომ საუკეთესო ადგილებს არჩევდნენ. ყველა ცდილობდა რომ საუკეთესო ადგილას დამჯდარიყო იმ სუფრაზე. და უთხრა უფალმა, როცა მოგიწევთ ვინმე, ნუ წახვალ და ნუ დაჯდები საუკეთესო ადგილას, სადღაც შენზე უკეთესი შეიძლება ვინმე ყავდეს მას დაპატიჟებული. და გეტყვის ადექი დაუთმე ადგილი და შეერცხვები ამათ წინაშე. არამედ როცა მიხვალ თავმდაბლურად წადი და ბოლოში დაჯექი და დაგინახავს მასპინძელი და გეტყვის მოდი აქ ჩემს გვერდზე დაჯექი და ყველა დაინახავს და დიდი და პატივი და დიდება იქნება შენთვის ეს. ანუ თავმდაბალი იყავი და აგამაღლებს. ამას ეს მართლა მოხდა იქ, ახლა ასე იქცეოდნენ ისინი. იქ ვინც იყვნენ, მაგრამ უფალმა უთხრა ღმერთთან თავმდაბალი იყავი ღმერთის წინაშე, დაიმდაბლე თავი და აგამაღლებს ღმერთი. ამას ამბობს, ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ის ამაღლდება და ვინც თვითონ აიმაღლებს თავის თავს, იმას დაამდაბლებს ღმერთი. რა არის ყველაზე დიდი ცოდვა? ქრისტიანობა როგორ გვასწავლის ჩვენ? ყველაზე მთავარი და მძიმე ცოდვა რა არის? ამპარტავნება. ყველი ჩვენ ეს ვიცით. ყველა სხვა ცოდვა ამპარტავნებიდან მოდის. შესაბამისად ყველაზე დიდი სათნოება რა არის? თავმდაბლობა, სიმდაბლე, ხო? აი ამპარტავნობა ჩვენ ნახეთ, აი აქ ამ ქვეყნიურ, აი ჩვეულებრივ ყოფითი ამბავია, ხო ეს სუფრასთან მოქცევა. და აქ როგორც იქცევიან, ისე იქცევიან ესენი ღმერთთან მიმართებაშიც, გესმით? ჩვენც როგორც ვიქცევით ამ ქვეყანაზე, ისე ვიქცევით ღმერთსაც. აი მაგალითად, ცოლის მიმართ ამპარტავანი თუ არის ვინმე, ის ამპარტავანია ღმერთთანაც, გესმით? აი მაგალითად მოდის მეუღლე და გეუბნება რაღაც თავის გასაჭირს, გეუბნება რომ ეს აი ეს აწუხებს, ამძიმებს, არ მოსწონს, შენ არ უსმენ მაგალითად, ხო? არ გაინტერესებს, ნუ მიგაჩნია რომ რაღაც სისულელს დაბარგავს, ამპარტავანი ხარ. განათავს დაიმდაბლე, ჩამოხვალ ქვემოთ, დაუჯდები და უსმენ, აბა რა გაწუხებს? რა არის ისაც ტკივა, ხო? არ ამპარტავნება არ გაძლევს საშუალებას რომ მოусმინო მის გულის ტკივილს, ხო? აი ასე იქცევი ღმერთთანაც, იცოდე, შეუძლებელია შენ კაცთა მიმართ ამპარტავანი იყო და ღმერთთან თავმდაბალი, ტყუილია, იტყუები, გესმით? ამიტომ როგორებიც ვართ ამ ქვეყანაზე, ისეთები ვართ ღმერთთანაც. სხვანაირად არ გამოდის სამწუხაროდ, სხვანაირად არ ხდება, გესმით? შეიძლება ჩვენ გვეგონოს რომ შეგვიძლია თავმდაბლები ვიყოთ, როცა ამპარტავნები ვართ ადამიანებთან, მაგრამ ასე არ გამოდის. აი ამას ამობს უფალი ზუსტად. და თავმდაბალი იყავით სუფრასთან და ღმერთთანაც ისე მოიქცევით. და შემდეგ ნახეთ რა მოხდა, იუდეველებმა იცოდნენ რომ ბოლო სამყაროს დასასრულს, ეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნშია 25 თავში რომ იმ დღესო როცა მოვაო ღმერთი როცა გამოჩნდება, ანუ ჩვენთვის მეორედ მოსწო უფლის, ხო? იმ დღესო გაუმართავს საბაოთ უფალი ამ ხალხსო, ანუ ზეთისხილის მთაზე იერუსალიმში. გაუმართავს თავის ხალხს ნადიმსო, სუყე კერძებით და ძველი ღვინით, ანუ დიდი ნეტარება და სიხარული იქნება, როცა ღმერთი გამოჩნდება და მოიწვევს ნადიმზეო, საღვთო სუფრაზეო ყველას, ვინც მისი ერთგულებით იცხოვრა, ხო? როცა ხალხი აღდგება მკვდრეთით, ხო და შეხვდება ქრისტეს მეორედ მოსულს. მაგრამ ნახეთ, იოანეს აპოკალიფსი იგივეს ამბობს, ოღონდ ნახეთ როგორ ამბობს, რომ აი ზუსტად იმის წინ, სანამ ქრისტე ზეციდან გამოჩნდება, შემდეგ ჩამობს რომ მოდის თეთრი ცხენით უფალი მეორედ უკვე დიდებით და ძლევამოსილი მეორედ, მაგრამ მანამდეო მგრგვინავი ხმა გაისმა ზეციდან, რომელმაც რა თქვაო? ნეტარ არიან, ვინც კრავის საქორწინო სუფრაზე იყო მოწვეული. იყო მოწვეული, აი ნეტარია ის, ვინც ახლა შეხვდება მას, ვინც სუფრაზე იყო მოწვეული. ვინ არიან ესე? კრავის საქორწილო სუფრაზე, როდის ხდება? როგორ გონია? აი კრავი ვინ არის? კრავი არის იესო ქრისტე, ხო, ვინც დაიკლა ჩვენთვის.
და მისი ქორწილის სუფრა სად რომელია? ეკლესია, სწორია. აი ახლა არის კრავის ქორწილი. იესო ქრისტეს ქორწილი არის მის მეორედ მოსვლამდე. გესმით? ქორწილი ხო ხანდახან ერთი დღე გრძელდება, ხანდახან სამი და ხანდახან ერთი თვე, ხო? ასე ხდება ხომ, ისაც როგორ შეუძლია. და ქრისტეს ქორწილი გრძელდება მისი ჯვარცმიდან მეორედ მოსვლამდე. გესმით? აი გამართულია სერობა, ქორწილი. მოდით, გვერდი გვეძახის, შემოდით ჩემი ძის ქორწილში, მოდით და უარსეუბნებიან. არ მოდიან მისი ძის ქორწილში. და აი როცა ანგელ ხმაისმის ზეციდან რომ ბედნიერია, ნეტარია ის, ვინც მოწვეული იყო ამ ქორწილში და მოვიდა და ერთგული იყო ამ ქორწილის, ამ სუფრის. გესმით? და ბოლოს ქორწილი მთავრდება, რა ხდება ხოლმე ქორწილის დროს? აი ქორწილი დამთავრდა, რა ხდება შემდეგ? მოდის სიძე, კიდებს თავის პატარძას ხელს და მიდიან, ხომ ასეა? დამთავრდა ქორწილი. აი ასეც მეორედ მოსვლისას მოვა ქრისტე და მისი პატარძალი ვინ არის? ეკლესია, მოკიდებს თავის ეკლესიას ხელს და დამთავრდა ქორწილი. წაიყვანს მარადისობაში, ნეტარებაში, ცათა სასუფეველში. აი ეს არის ის სუფრა, რომელსაც ელოდება მორწმუნე, ელოდებოდნენ ქრისტემდეც და ახლაც და აი ამიტომო ეს რო თქვა უფალმაო, იქო ვიღაცა ერთმა მჯდომარემო დაიძახაო. ნეტარია ის, ვინც მიუჯდება სუფრას ცათა სასუფეველშიო. იციან, გან არ იციან. აუ, ეს სუფრა კი არა უფალო, ემას ეუნება, ეს სუფრა კი არა. აი, ნეტარია ის, ვინც იმ სუფრას მიუჯდება. და აი ქრისტე აქ ეუბნება ამათ, აი იმიგავს, რომელიც ჩვენ დღეს წავიკითხეთ. კი, მასეა, მაგრამ აბა დაფიქრდით, გაძლევთ თქვენ ამ პარტავნება იმის საშუალებას, რომ შეხვიდეთ ამ ქორწილში და ამბობს, როცა მოვა უფალი მეორე. რა შეტყვიან ომასო? რომ კი ქორწილი კი იყო შენი კრავის. ქრისტეს ქორწილი კი იყო, მაგრამ ყანა მქონდაო სანახავიო. ერთი იტყვის, რომ ყანა ვიყიდეო და მის სანახავად უნდა წავსულიყავი. მეორე იტყვის, რომ ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და უნდა გამესინჯაო და არ მეცალაო შენი ძის ქორწილში მოსასვლელად. მესამე იტყვის, ცოლი შევირთეო და აი ცოლის გამო ვერ მოვედიო. ანუ რაღაც გასამართლებელ სიტყვებს ეუნებიან, მაგრამ ნახეთ დაუფიქრდით ჩვენ ამაზე გვისაუბრია ადრეს. სისულელეა ყველაფერი, რასაც ამბობენ. რატომ უყურეთ ნახეთ, ყანა ვიყიდე და უნდა დავხედო. განა რო იყიდი, მე უნდა დახედო ყანას. განა სანამ არ გადაიყიდი, მანამდე უნდა დახედო, ხომ ყანა? ანუ ნაყიდი და ყანა და რაღაცა უნდა დახედო. ანუ არ არის კარგი არგუმენტი, ხო? ხუთი უღელი ხარი ვიყიდეო და უნდა გამოვცადო. კაცო, თუ იყიდე უკვე, რაღაცა უნდა გამოვცადე. დრო არ გექნებო, ნაყიდი გაქვს უკვე. ანუ ყიდვამდე ცდის ხარს, ხო ადამიანი? ანუ ყველა მიზეზი არის სისულელე. ყველა მიზეზი არის აბსოლუტური სისულელე, რასაც იმ დროს ადამიანები იტყვიან. ამიტომ გვაფრთხილებს ღმერთი, იცოდეთ რომ აი კრავის ქორწილი რო დამთავრდება და თქვენ იტყვით მიზეზს, რატომ არ შეხვედით კრავის ქორწილში? ყველა ვერც ერთი მიზეზი თქვენ ვერ გაგამართლებთ და ბოლოს აი ეს საუბარი იმით მთავრდება, რომ ქრისტე აფრთხილებს მათ. ყველა ვისაც უნდა გახდეს ჩემი მოწაფე, იცოდეს რომ უნდა აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. და თუ არ შეიძულებს ყველას და ყველაფერს ის, ვისაც ჩემი მოწაფეობა უნდა, იცოდეთ ვერ შეძლებს ჩემს გამოყოლას. შეიძულებს ეს ჰიპერბოლა გადამეტებით ნათქვამი, რომ ჩვენ აზრი გავიგოთ იმის, აი მაგალითად როცა ამბობენ რომ თუ ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე ხელი. ეს ხო ჩვენ ხელს არ ვიკვეთებ, არ მოვიჭრით მართლა, მაგრამ რომ მივხვდეთ რაზე ელაპარაკი. შეიძულებს ნიშნავს რომ პირველ ადგილას ღმერთი უნდა დააყენოს და შემდეგ ყველაფერი სხვა. მატერიალურიც და არამატერიალურიც. და შემდეგ ამომსუფალი ასევე ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. მაქსიმალურს ამბობს ისე, ხო? აი მაქსიმალურ, რომ განუდგე ყველაფერს, უარყო ყველაფერი და ისე გახდე ქრისტეს მოწაფე. და ნახეთ, როცა ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება მეო. რომის იმპერიაში
როდესაც ჯვარცმას მიუჯიდნენ ხოლმე, ხო? დამნაშავეებს. ხშირად საკუთარი ჯვარი თვითონ მიჰქონდათ მას. უბრალოდ ხომ თვითონ აყიდეს თავისი ჯვარი და მიჰქონდათ მას. რატო? ეს ჯვარის ტარება პატიმრის მიერ, სიკვდილმისჯილის მიერ ნიშნავდა, რომ ის ამ განაჩენს ეთანხმება. ის აღიარებს, რომ ის სამართალი, რაც მის თავს ასრულდა, ამიტომ უნდა ატაროს თავისი დასაჯელი იარაღი თვითონ, ხო? აი იგივეა, რომ თქვა სიტყვაზე იარაღი თვითონ წაიღოს, რითაც უნდა დახრეტონ ადამიანი. აი იგივე იყო ის ჯვრის ტარება. ანუ უფალი ამით გვეუბნება, რომ უნდა გააზრებული კონდეს რა აიღე შენს მხრებზე. ქრისტეს მოწაფე თუ გინდა გახდე, უნდა გააზრებული კონდეს ის სიმძიმე, რისი ტვირთვას და დარებაც მოგიწევთ და ბოლოს ასე მთავრდება ეს საუბარი ამ ფარისეველთან სადილზე, რომ მარილი კარგი რამ არისო, მაგრამ თუ გამტკნარდაო, გადასაყრელი ხდებაო. მარილი ჩვენა ვართ. მარილი ჩვენ ვართ, რადგან ჩვენ ეს სოდნა, რაც უფალმა მოგცა, უნდა შევინახოთ. ჩვენ აი გუშინაც თქვით ეს ნიუნბერგში წირვაზე და მინდა თქვენთანაც გავიმეორებ, მარილი, რატო ვართ ჩვენ მარილი? გიფიქრეთ ამას. აი რატო გვადარებს უფალი მარილს? მაგრამ აი 4 რამ არის. ხო, დავამარილოთ. აი პირველი მარილი არის შესანახი. მარილს ხო შესანახად იყენებდნენ, ხო? თუ დაამარილებდნენ, ინახებოდა პროდუქტი, ხო? აი ჩვენ უნდა შევინახოთ ეს სიბრძნე. ჩვენ შემოვეკრათ აი ამ სიბრძნეს გარშემო, რაც უფალმა მოგცა და მარილივით შევინახოთ ეს, ხო? მეორე, მარილი რას აკეთებს? მარილი გემოს აძლევს ყველაფერს, ხომ ასე? გემრიელია მარილიანი. ამიტომ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სიტყვა, ჩვენი ქადაგება, ჩვენი ქრისტიანობა გემრიელი უნდა იყოს ამ გაგებით. გესმით რომ სხვა რო დაგვინახავს, მოუნდეს მასაც რომ აი ჩვენი ცხოვრების შემხედვარეს მოუნდეს რომ გახდეს თავადაც ქრისტიანი. მარილი ასევე რას აკეთებს? მარილი წყურვილს იწვევს ადამიანში, ხო? ანუ მარილიანს რომ შეჭამ შეგვეც წალი წყურია, ხო? აი სულ მუდმივად წყურვილი უნდა გქონდეს. მარილივით უნდა ვიყოთ, რომ მეტი და მეტი და მეტი შევიცნოთ. არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენ ვინ შემოგხედავს, მასაც გაუჩნდეს წყურვილი, რომ იპოვოს ღმერთი და შეიცნოს ღმერთი. თურმე რა კარგია ქრისტიანების ღმერთი. აი ეს არის მარილისთვის, ვიდრე უფალი ხშირად გვადარებ ჩვენ, თქვენ ახართ მარილი სოფლისა. არ გამტკნარდეთ. არ გახდეთ გულგრილი, ნელთბილნი, მტკნარები არ გახდეთ, თორე გადასაყრელი ხდება გამტკნარებული მარილი. აი ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, შეგვაძლევინოს ღმერთმა თავმდაბლობა და წუთის სოფლის მარილი, რომ შევინარჩუნოთ ჩვენში. ამინ. ჩვენთან არსებობს.